არა ვარ სახლში. ბიჭო, დავიღალე ბოშო ამდენი საქმის კეთებით, ხო? ვიფიქრი ახალ გაკეთებულ ბაღს ვნახავ მეთქი. პატარას გევივლი და გამევივლი თქო, მაგრამ ვინ გაცდის ბოშო? უიმედე და აღარ მითხრა. წამოდი, ყავა დავლიოთო. ამ საღამოს რა საკეთებო? აქ როზი ხარ ვისელოდებიო? ხო, მკერავენ ვითომ თავის ჭკუით რა. რა? და რა ვიცი ბოშო, რა ფერმე ვიქცე და რა ფერმე ვიშორო ესენი. რა ვქნა? ვაი. შენ გაგახარა შორენია ღმერთმა. ახლა ვიცი მე რასაც ვიზამ. ხო, კარგია ბა, დროებით გაკოცე მიდი, კარგი. შეიძლება რომ ჩამოვდე გენ ანგელოზო. დაბზანდეთ. ეს ბულკივით გოგო ვისია, სიმა. ესე კომპლიმენტის თქმა თუ გინდოდა? გეტყვა ჩემო ნაზუქივით გოგო, ჩემო პონჩიკივით გოგო, შესაძოდაო ლაპარაკიც არის. კი, გენაცვალე, კი დღემდე კი ვიყავი საწოდავი, მაგრამ ახლა უკვე აღარა ვარ, ჩემო გული კარაკუნჩა. რა ვარ თქნა გიპოვე, ჩემი ცხოვრების მეგზური, შემოგე, რა კაი ხარ, ვინც ხეისი ხარ. მიპოვე, ხო? აბა, არა, ჩემო სიცოცხლე პირიქით, მე გიპოვე. შენ მიპოვე? დიახ. მოიცა, მეძებდი? გეძებ. და რატო მეძებდი? როგორ არ გეძებდი? სად არ გეძები? შენ წარმოიდგინე საავადმყოფოში დავრეკე, პოლიციაში დავრეკე და შენ წარმოიდგინე მორგშიდაც კი დავრეკე. ვერ გავიგე, რატო მეძებდი? ვერ გავიგე. მე რა. რატომ გეძებდი? დაგავიწყდა? რა? იმ საღამოს სასტუმროში რომ ვიყავით და ღამე ერთად რომ გავათიეთ. რა დამავიწყდა, გასცრა. მის შემდეგ ტყუპები შემეძინა. ანუ შენ ჩემი ორი ტყუპის მამა ხარ. რატომ მიგეძინა? არ გადამი, პირველად ხარ. აი მე იცი როგორ გვანან შენ. შენ წარმოიდგინე სულ შენნაირები არიან. განსაკუთრებით წელს ვქებით. რა მგონა? ხალ ორი ერთნაირი თითი არა მაგდა. მოწყობები რა წყობებზია საუბარი. აი ახლა წამოდი ჩემო სიხარულო ბავშვებს ენატრები. რა ბავშვებს ენატრები? ხალო ჩემს შვილებს არ ვენატრები. მე და შენ შვილებს ვენატრები, ნუ გადამრი ახლა. იგი ძალიან ენატრები, მიუხედავად იმისა, რომ ისინი შენ არ ვიცი. წამოდი ჩემო სიცოცხლე. გადი, გამანებე, ხალო, თავი არ უნდა რომ დამინგლიოს ეს გრანიტის ქვით ნაშენები ოჯახი? აიმე შორენა შენ გაიხარე. ალო? შორე. ხო მე ვარ მე შენ გაიხარე ჩემო გოგო ეს რა მასწავლე. წავალ ახლა და ბაღში სხვაგან ჩამოვჯდები, იქნება კიდე გავერთო. გაიქცა და როგორ?